ალიევი ირანის მიერ დრონებით თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს. ნუცდიან ჩვენს ძალას, ვინც ესცა და თავი რკინის მუშტით გაუტყდა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ირანი კი ნახიჩევანზე თავდასხმას უარყოფს და ირწმუნება, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა მათი პოლიტიკა არაა. აზერბაიჯანში დრონების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მომხდარზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსების K-27 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს, შვეულმფრენი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს. ხოჭო ხაჭაპურში მატლები, პაშტეტში ობი სოსისში რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ციხეებში პატიმრებს უვარგის საკვებს აჭმევენ, რისთვისაც მილიონები იხარჯება. დაფიქსირებულია ათეულობით შემთხვევა, როდესაც ტუბერკულოზითა და C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს საკვები ან დააკლეს, ან შეუსაბამო საჭმლით შეუცვალეს. გამოცემამ დოკუმენტები, რომლებსაც პენტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვა. არსენალის მთაზე ოცნების სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ტენდერის შეწყდა. სატენდერო კომისიის ოკმში აღნიშნულია, რომ მიზეზი დოკუმენტაციის დაზუსტებაა. არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის გეგმის შესახებ კობახიძემ 2025 წლის დეკემბერში ისაუბრა.